ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, მას ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. ელისაშვილმა დანაშაული პროცესზე კიდევ ერთხელ აღიარა და აღიარა ისიც, რომ მოქმედებდა წინასწარ გაწერილი გეგმით. ნანომს, რომ ოპერატიულად ვერ იმოქმედა და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის, რომლის ერთ-ერთი სტრუქტურა ხართ თქვენ. ვინმეს მოკლა რომ დომებოდა არც ერთი მანდატური არ იქნებოდა ცოცხალი. სულ 3 ბოთლი მქონდა, ვერ მოვასწარი ბოლომდე მიყვანა. იმიტომ წამოვიღე იარაღი ისეთი მარშრუტი გამოვიარე, ტურებს შეიძლება შევეჭამიან უპატრონო ძაღლებს. დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 19.323 მუხლის პირველი ნაწილით აღნიშნული კვალიფიკაციისათვის განმსაზღვრელი, რა თქმა უნდა, იყო თავად ბრალდებულის ქმედება და საქმეში არსებული მტკიცებულებები. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულის პოზიციას, დიახ, ნამდვილად დღეს დაადასტურა ბრალდებულმა მის მიერ უშუალოდ ქმედების ჩადენის ფაქტი სასამართლოში შეჭრის მომენტიდან, მის მიერ მანდატურებზე თავდასხმის პროცესი, ასე ვთქვათ, მისი მხრიდან სასამართლოს შენობაში აალებადი ნივთიერების ბენზინის დასხმის ფაქტი, ეს ყველაფერი მან არ უარყო და დაადასტურა, თუმცა თვლის, რომ ეს არ იყო დანაშაულებრივი ქმედება. მისი პოზიცია დღეს ესეთი იყო, რაც ჩვენ პროცესზე მოვისმინეთ. ეს არის მისი პოზიცია, თუმცა რა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტი არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შემადგენლობის მომცემი, შესაბამისად ბრალდების მხარის მიერ, პროკურატურის მიერ შეფასდა მტკიცებულებები და შესაბამისი კვალიფიკაციაც მიეცა საქმეს.